მოგესალმებით პატივისმცემლო ტელემაყურებლებო, დღეს ხუთშაბათი 22 საათი და ჩვენ დღეს ისევ და ისევ ეთერში ვართ. პირველ რიგში მინდა მიუსამძიბრო სრულიად საქართველოს დიდი ადამიანის დაკარგვა, რომელიც ერის მამა იყო ჩვენი. არაერთი კარგი რამ აკეთა ილია მეორემ, აკეთა პირველ რიგში ის, რომ ჩვენ ქრისტიანობა შეგვინარჩუნა და ვერ წაგვაქცია ვინმე ეს იყო ილია მეორეს დამსახურება. ილია მეორემ გააკეთა კიდევ რომ ააშენა უამრავი ტაძრები, ეკლესიები და ხალხი მრევლად აქცია და შეიყვანა იქ, სადაც წმინდა ტაძრები არის და მან ეს შეძლო ამ 59 წლის მანძილს. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ზეციდან ჩვენ ქვეყანას დაიცავს კიდევ ერთხელ უსამძიმრებ სრულიად საქართველოს და თელერს ჩვენ ტელევიზიით, რა თქმა უნდა, ტელეკომპანია პლუს უერთება ამ სამძიმარს და სამწუხარო ამბავია, რაც კი მოხდა. ჩვენ ჯერ კიდევ გვჭირდებოდა ილია მეორე ყოფილიყო ჩვენთან, მაგრამ ის ყოველთვის ჩვენთან იქნება. მე ამის მჯერავს და ამის მწამს. რაც შეეხება ახლა გადაცემის ეთერში ყოფნას, უკაცრავად. ჩვენ ისევ და ისევ ბრუნდებით იმ ავადსახსენებელ 9 წლიან რეჟიმზე და იმ ნაციონალურ მოძრაობაზე, რომელმაც დაიწყეს მთლიანად ახლა ახალი ეპოქის შექმნა. დაიწყეს ის, რომ ის ახალი ეპოქა არის მაგათთვის გაერთიანება, ახლა მეტი გზა არ დარჩათ ამათ, უნდა გაერთიანდნენ და რაღაც სისულელეები აკეთონ და ხალხი კიდე გადაიყვანონ თავის ჭკუას. მე კიდევ ერთხელ შევახსენებ მოსახლეობას. 9 წლიანი რეჟიმი არ დაგავიწყდეთ ხალხო, რა იყო? რა იყო ის წამება არ დაგავიწყდეთ? მე შეგახსენებ თუ იმეს დაგავიწყდათ აქედან და მე ვიბრძოლებ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ ქართველ ხალხთან ერთად, რომ ნაციონალური მოძრაობა არასდროს არ მოვიდეს ხელისუფლებაში. და კიდევ მინდა ხელისუფალს შევახსენო და ნებისმიერ ხელისუფალი ვინც იქნება ქვეყანაში. არ დაგავიწყდეთ ხალხო. აქ საქართველოა. აქ ქართველიერი ცხოვრობს და არასდროს რეჟიმს არ შეეგუება. ცუდად დაუმთავრდებათ, ვინც მაგას იფიქრებს, რომ ჩვენ რეჟიმს ჩამოყალიბებთ და ქართველ ხალხს დავაშინებთ, მოუკლავთ, ვაწამებთ. ეგ არ იფიქროთ, იმიტომ თქვენ მალე დასრულდებით, ვინც მაგას იფიქრებს. ჩვენ ვართ ქართველები, რომელიც არ ვეგუებით არც მონობას, არც რეჟიმს და არც წამებას. ჩვენ მებრძოლის სული გვაქვს და ვიბრძოლებთ. ამიტომ დღეს ეს ხوار მთავრდება ახლა, რომ რამდენი ადამიანი არის იმ 9 წლიანი რეჟიმის წამების სხვერპლი და ეს არ დამთავრდება, იმიტომ რომ ეს გადაცემა, რა ვიცი, თუ მოსახლეობას და ადამიანებს არ მოწყინდათ, უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს და იმიტომ ძალიან ბევრი ადამიანი არის იმ 9 წლიანი რეჟიმის სხვერპლი და მე ვალდებულად ვთვლი თავს და ეს გადაცემა იმიტომ გავაკეთე, რომ ის ხალხი მოვიწვიო, იმის გულის ტკივილი ვათქმევი, რომ რა იყო 9 წლიანი რეჟიმის დროს და როგორ აწამეს ეს ადამიანები და ჩვენ ამით შევახსენებთ იმ ხალხს, ვისაც დაავიწყდა სააკაშვილის რეჟიმი და არ ვიცი, მიხვდნენ, რომ ეს ხალხი არ უნდა მოვიდნენ. აქ დამთავრდა ყველაფერი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხელისუფლებას ნებისმიერი ვინც მოვა ხელისუფლება ვეუბნები. აქ საქართველოა და ქართველი ხალხი დგას და ვერ დააჩოქებთ ამ ხალხს თქვენ. არ შეიძლება ჩვენი დაჩოქება. ჩვენ ახლა სტუმრად გვყავს პოლიტრეპრესირებული ადამიანი რამაზ გაგნიძე. ბატონო რამაზ, მოგზანდით და მოგესალმებით. მოგესალმებით. პირველ რიგში მოგესალმებით და მწუხარება, მე თქვი წეხან დავაანონსე და რა თქმა უნდა თქვენც მოგცემთ მაგას. მიუსამძიმრო სრულიად ქართველებს, მინდა მიუსამძიმრო სრულიად საქრისტიანოს, მართლმადიდებლურ სამყაროს, ჩვენი დიდებული ადამიანის წასვლა ამ ცხოვრებიდან, იმ ცხოვრებაში ჩვენი პატრიარქი, ჩვენი უწმინდესის, ჩვენი უნეტარესის და აცხონოს მის სულ უფალმა დიდებული ადამიანი იყო და ჩვენი ერის მამა იყო. და მან ძალიან ბევრი გააკეთა
თითქმის 50 წლის განმავლობაში თავის პატრიარქობიდან გამომდინარე, რომ ჩვენი სულიერი მხარე გაძლიერებული იყო ქართველი ერის, ჩვენი ტრადიციები გაძლიერებული იყო, ჩვენი ეკლესია მონასტრები შემატებული იყო და კი შეემატა რამოდენიმე 1000 ეკლესია და მონასტერი არის და ჩვენი ეპარქიები გაძლიერებული იყო მართლმადიდებლური კუთხით და ფაქტიურად მტერს ანახა როგორც სარწმუნოებრივი კუთხიდან ვისაც პრობლემა ჰქონდა საქართველოს მიმართ და ვისაც ჰქონდა ფიზიკური პრობლემა, ვისაც ჰქონდა გეოგრაფიული პრობლემა, ყველას ანახა რომ საქართველო არის ძლიერი, მას იცავს მართლმადიდებლო, მას იცავს უფალი, მას იცავს პატრიარქი და მას იცავს ზოგადად მთელი საქრისტიანო. ბატონო რამაზ, მე კიდევ მიუსამძიმრებ და ჩვენ მიუსამძირებთ მთლიან საქართველოს ამ წუხარებას და უფალი იქნება ჩვენთან. მე ამას ვიტყვი. ბატონო რამაზ, გადავიდეთ ახლა იმ 9 წლიან რეჟიმზე, რაც სააკაშვილმა და სააკაშვილის რეჟიმმა მოსპოს სასიცოცხლო ორგანოები ადამიანებში მაშინ და აწამა ხალხი და ამავდროულად თქვენს პოლიტრეპრესირებული ადამიანები ბრძანდებოდით. ჩვენ გვაქვს თავისუფალი ეთერი, როგორც იყო, რაც იყო, შეგიძლია ისაუბრო და მაყურებელს მივაწოდოთ ის ფაქტები, რომლებიც დღეს მაყურებლებმა დაივიწყა და ამ გაერთიანებაში ეხმარებიან ამ ნაციონალებს კიდე ეს ადამიანები, იმიტომ დაავიწყდათ და მოდი ჩვენ ყოველ გადაცემაზე შევახსენოთ და გთხოვთ დაიწყოთ ის, რაც მოხდა თქვენს 9 წლიან რეჟიმმა, რაც გაგიკეთეთ. რაც ვიცით 2003 წლიდან რა სამწუხარო რეჟიმი მოვიდა, მაგრამ მერე გამოავლინეს კიდევ 1-2 წლის მერე თავისი უფრო საშინელება და ეს სიგიჟეები, ძალაუფლება და სიგიჟეები, ეს სატანიზმი, რა ვიცი, სექტანტიზმი, მანიაკალური ქმედებები, ეს სექსუალურ-მანიაკალური ქმედებები, კიდევ ხალხის წართმევები, ყაჩაღობა, ძარცვა, ტაცება, მკვლელობები, ქვეყნის და ხალხის განადგურება, ხალხის გაქცევა მიგრაციაში და ემიგრაციაში და ასე შემდეგ. ეს იყო ძალიან მძიმე პერიოდი. 2003-დან 2012 წლამდე რის დავიწყებას ზოგადად არ შეიძლება ბედნიერი ეს ხალხი, ვისაც ესენი არ ახსოვს, ანუ ასაკიდან გამომდინარე ვიზახი და ვისაც ასაკი გიწყობდა თქელს რომ ხსომებოდა და ვისაც კონკრეტულად რაღაცა მეხსიერებაში პრობლემა გაქვს შეგნებულად თუ შეუგნებლად მინდა რომ აი რაღაცეთ ნიუანსები გაგახსენოთ რომელიც სამწუხარო იქნება ძალიან მოსასმენად მარტო ჩემი მხრიდან არა ძალიან ბევრი ადამიანების მხრიდან რომელსაც ბატონი კახა ამ გადაცემას უძღვება და ზოგადად აკეთებს იმ საქმეს რაც არის აუცილებელი და საჭირო ქართველი ერის გამოსაფხიზლებლად კეთილდღეობის კი ბატონო კეთილდღეობის მე გავიხსენებ 2003 წლიდან მიშა და ნაცმოძრაობა რომ მოვიდა პირველი რეპრესიები ჩემზე დაიწყო 2004 წლიდან გაზაფხული იყო მე მგონი წმინდა გიორგის ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიის პირდაპირ ბევა, მტრევა და მამაოების მოპარვა იქიდან მოტაცება და ნუ ერთ სიტყვით მრევლის ჩალეწვა ჩასისხლიანება აი ეს რაც მოხდა მაგის მერე უკვე გადამეკიდნენ კონკრეტულად პირადი კონფლიქტი მქონდა ასევე ბოკერიასთან და თარგამაძესთან და ნუ ძალიან მათთან და მოხდა ისეთი რამე რომ მაგის მერე უკვე მე ზოგადად გეტყვით რომ მე ვარ ექიმი, ბასახის ქირურგი და ზოგადად ეხლა აღარა ვარ მოქმედი დიდი ხანია და ვარ ბიზნესმენი, მაქვს შეხება კონკრეტულად სამშენებლო ბიზნესთან და მაშინაც თავისთავად ცხადია უკვე ძალიან დიდი ხანია 30 წელზე მეტია და პირველად როცა ესენი მოვიდნენ, მაშინ ახალი დაწყებული მქონდა ჯერ კორპუსის მშენებლობა უпроსოდ ახლა ვიწყებდი კორპუსის მშენებლობას და ზოგადად იქ შემოვიდნენ ერთ სიტყვით ამათის ზედამხედველობის ინსპექცია ყველანაირად მანადგურებდნენ, ყველანაირად მაჩერებდნენ, ყველანაირად მიშლიდნენ ხელს რომ გავიწროებდნენ ერთი სიტყვით. კი ბატონო, ყველანაირად მავიწროებდა განსაკუთრებულად აქტიურობდა ბატონი გიგი უგულავა. ნუ ერთ-ერთ ეპიზოდს მოყვები 2008 წელს პირდაპირ მოთხოვეს ამ 40 ფენიანი 10 საფრთხიანი კორპუსის გადმოფორმება პირდაპირ მოთხოვეს იმ მოტივით რომ ვითომ ცხინვალე ტყუილებზე უნდა მიეცათ. ნუ ეს ტყუილი ყველაფერი, იმიტომ რომ ჯერ ეგეთი უნდა გადმომიფორმებინა რომ სახელშეკრულებები იყო დადებული და ყველას ჰქონდა 40 ბინას ყავდა თავის პატრონი.
ანუ იმ პატრონებიანად გართმევდა ამ ყველაფერს. ანუ ხელშეკრულება საჯარო რეესტრში არ იყო ჯერ გატარებული, შიდა ხელშეკრულებები იყო. ამ ინფორმაციას ისინი კარგად ფლობდნენ და აქედან გამომდინარე ამათ ინტერესი იყო რომ ხელშეკრულებები გამეუქმებინა, მე ვითომ მიპატრონებდნენ და იმ ხალხი უნდა გადაბეყარა და ზოგადად ხდებოდა ესეთი რამე რომ მე პრობლემა აღარ მოხდებოდა, ანუ მე ვიქნებოდი მართალი ამათთან, მაგრამ ხალხთან მტყუანი. ახლა ამას მე არ ვიზავდი არასოდეს და ავიღეთ და საჯარო რეესტრში გადავიხადე დაჩქარებულით 40 ოჯახზე უკაცრავად. რაღაც გარკვეული ამოდენმე 1000 ლარი და ისე ამოვიდა საჯარო რეესტრიდან ყველაზე გაფრთხილდა ეს ბინები და ერთ სიტყვით მაგით გადავარჩინეს მოსახლეობა ჩემი თავი ამ გათახსირებულებს, მაგრამ მანამდე რა ხდებოდა კიდევ მაგასაც გეტყვით 2004-2005 წელი იყო შევიძინე ბინა ბათუმში, კონკრეტულად იმ ტურისტების გვერდზე ძველუბანში, როგორც ბიზნესმენი მქონდა მაგის საშუალება და ერთ სიტყვით მაშინ დაინტერესა ახალი მოსულები იყვნენ, დაინტერესდა აჭარის მთავარი პროკურორი იყო მაშინ ახალი დანიშნული ვინმე კახა მაისურაძე და გამოგზავნა ვინმე სახელაგვარი თუ არ მეშლება ანზორ გორჯომელაძე განსაკუთრებით საქმეთა პროკურატურის გამომძიებელი წარმომადგენელი და იმათ შემითითქმეს საქმეები რომ ვითომ ეს ბინა იყო სხვისი, ჩემი მეუღლის სახელზე იყო და შეყარეს ტექნიკურად ხელოსნები შიგნით ამ ბინაში და ვითომ არ ემონტებდნენ. კარები დაამტვრიეს, გავიდნენ და რომ მეზობლემ რომ ამერიკაში ცეცეს ამას რემონტი დაიწყო, არა, მე ვთხარი, ჩამოდიო დროზე, ვიღაცებიო შენ ბინასო, ვითომ არ ემონტებენო რაღაც. შევედი რომ პროვოკაცია მოეწყოთ. პროვოკაცია მოეწყო და მოხდა ისეთი რამე რომ არ ავყევი ამ პროვოკაციას გამოვიძახე ჩვეულებრივად როგორც ხდებოდა ოფიციალურად პატრული იყო უკვე ახალი ისარაკი მოსული და საქმის ამის საფუძველზე აღძრეს საქმე. აღძრეს საქმე და ამისხეს საქმის შეკერვა პირიქით. ერთი მეზობელი გადაიყვანეს თავიჭკუაზე, ვითომ რაღაცა ხელმოწერები შეადგინეს, როგორც ხდებოდა და ფაქტობრივად ბინას კი არ მართლიან მახებდნენ ესე. გაყაჩაღებდნენ. მახებდნენ, ხო, მაყაჩაღებდნენ, ბოლოს მოხდა ისე რომ ჩავრია ესეთი ხალხი რომ ვინც რომ ნაცმოძრაობაში მაშინ ჯერ კიდევ პატიოსნი ემაზადებდა თავს და იმ ხალხმა გაიტანა ეს თემა რომ ხდებოდა ცუდი ამე, ანუ ამათ ჩირქს ცხედა, ამათ საქციელი. და საბოლოოდ მოხდა ისე რომ ეს აჭარის მთავარი პროკურორი თუ გენპროკურორის კახა მაისურაძე მოხსნეს, გადააყოლეს ამბავს, ეს ბატონი ანზორ გორჯომელაძე გაუშვეს ვირისაბანოში და ხო, ჩემი ბინა დაიბრუნე მე ფაქტიურად. ესეთი ერთ-ერთი ეპიზოდი იყო ჩემი პოლიტიკური რეპრესიებისა, წერან მოგიყევით ეკლესიის თავაზე პოლიტიკური რეპრესიები როგორ დაიწყო და მე გაგრძელდა ძალიან ცუდი ამბავი 2013 ამბავი იყო ეს კორპუსის თემაზე უკვე რომ მართლმადიდებლები მაჩერებდნენ და ჯარიმას მოახდენდნენ და სულს ხდიდნენ და ერთ-ერთი ამბავი იყო კომერციული ობიექტი რომელიც ჩემი აშენებულია 95 წლიდან 2010 წელს ბატონი ვალერი ცერცვაძის საშუალებით. ვალერი ცერცვაძე იყო ეს პიროვნება, რომელიც იყო იუსტიციის საქართველოს დივანი მაშინდელი და სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე. რომელიც კონკრეტულად დაინტერესებული იყო ამ გათახსირებულის კასტასთან ერთად ჩემი ამ ქონების წართვებით და აბსოლუტურად ყველა დარიგებული ყავდა უზენაეში და ყველა ინსტანციაში მოსამართლეები რომ ეს ქონება ჩემთვის უნდა წაერთვა. მოხდა ხელი მილიციაში გამლახეს მაგაზე პოლიციის უფროსთან მთელი ამბები მომივიდა სოფელდიღმის პოლიციაში კონკრეტულად. ანუ იმის გამო გწებდნენ დაშინების. რომ ხელი უნდა მოგეწერა, ხელი და გადაგეწერა რომ ჩემი არის. ხო, ეს ვალერცეცვაძის ნობისთვის ეს ყველაფერი მოეპოვებინა. კი ბატონო, კიდე ეს ვალერცეცვაძის ნობისთვის როიცოდეთ. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდობაში მასთან მეგობრული კავშირი მაკავშირებდა, ნაციონალების წინააღმდეგი რო ვიყავი, ნუ ესე დაჯა გადამიწყვიტა. ეს არის დღესდღეობით შუაგული რო არის დიდი სარესტორნო კომპლექსი, წეროვნის გადაღმა და ხალხი რო ერთობა და მილიონებიანი 10 მილიონის შენობა რო არის და აი ტექნიკის მაღაზიები რო არის, აიფონების შემომტანი კომპანია როა, ეს არის ვალერი ცერცვაძის კომპანია. ანუ მას ხელფასით ჰქონდა საშუალება თურმე ამდენი მილიონები მოეპოვებინა. ეს იყო ოფიციალურად ზურაბ ადეიშვილის შნირი და მურთა ზოდელავას და ნიკა გვარამიას შნირი პროკურატურაში, რომელიც იჭერდა და ამ დაჭერებს აკეთებდა და სოსო თოფურიძესთან ერთად იჭერდა მთელ საზოგადოებას, ვინც ღირსი იყო, არ იყო ღირსი, ყველას იჭერდნენ. ეს არის ის ვალერი ცერცვაძე,
რომელიც დღეს არის ჩუმად და პირდაპირ ვიძახი რა, სადმე რომ გადამეყაროს ფიზიკურად გავუსწორდები მას რა, ფიზიკურად გავუსწორდები. ანუ ბატონო რამაზი. არ ხონდა საშუალება ვერ ნახე ვერსად რა. და მაგის გამკეთებელი და რო გითხრათ ეხლა. ანუ ეს ხალხი ნახავდნენ ქონება იყო რა მას გაგნიძეზე ან კახა ხურციძეზე და დაგვიჭერდნენ, ცემდნენ, უნდა მოაწერო, ხელი გადმოაფორმო. კი ბატონო, აი ხონეონები ერთ ბინას მართმევდნენ, მეორე ქონებას მართმევდნენ, მესამე კორპუსს მართმევდნენ, ამ კომერციულ ობიექტს მართმევდნენ. რა ვიცი, მე 2007-ში დამაკავეს სპორტული მაღაზია მქონდა, დამაკავეს თინ მაღაზიაში, ჩემი მეუღლეც იქ იყო. რომ 2007-ში 7 ნოემბერს თურმე მე ბადირ პატარკაშვილის ერთ-ერთი მეგობარი და დამფინანსებელი ვიყავი აქციების, რომ ხალხს ვაფინანსებდი იქ საჭმელი, სასმელი და რაღაცები და მიმქონდა რაღაც გარკვეულადებს. და ამაში ცუდი რა იყო ვერ ხვდები ზოგადად, ანუ კავშირი ვერაფერი ვერ ნახეს. ეს ბრალდება მე მომიხსეს, მაგრამ გიორგი გეგეჭკორი იყო ესეთი ქალაქის პატრულის უფროსი და მომავალში რესპუბლიკის პატრულის ხელმძღვანელი გახდა მე. იმას ერთ-ერთი მუხლი იყო მისი ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდება. კი ბატონო, იყო ესეთი შემთხვევა, მაგას ვაღიარებ კიდეც და იმ წუთში არ ვაღიარებდი, იმიტომ რომ კონკრეტულად ყველანაირად ფაქტები არ ქონდა. ვაღიარებ ეხლა, რომ ესე იყო, კი ბატონო. მოხდა ისე, რომ საკმაოდ უკეთესო მეგობრები, მაშინაც რომ ის მუშაობდნენ ორგანოში, ჩემი ბავშვობის მეგობრები დამეხმარე, რომ როგორმე გამოვიყვანე, მაგრამ ამ პირობითებს, ამ გირაოებს, ამ ჯარიმებს და იმას ადმინისტრაციულებს ვერაზოს ვერ გადავრჩი. ერთ სიტყვით იყო გარკვეულ რაღაცებში, რამოდენიმე სისხლი მქონდა, რამოდენიმე ათეული ადმინისტრაციული მქონდა და ძალიან ბევრი ესეთი ნიუანსები, რა შეიძლება რომ გავიხსენო კიდევ. აღარა საუბარი იმაზე, რომ კონკრეტულად ერთ-ერთი თანამონაწილე ვიყავი, ერთ-ერთი ორგანიზატორი ვიყავი საკნების აქციის 2009 წელს, როცა ბატონი მიხეილ სააკაშვილი ვეღარ ჩამოდიოდა აღმოსავლეთ საქართველოში, ხან ბათუმში იყო, ხან ქუთაისში და გადაკეტილი ქონდა მთელი თბილისი, რომ თბილისში ხალხი ზონდერებს არ ეცემა და არ დაეხოცათ. ანუ გამოსულები ვიყავით. ძალიან დიდი საზოგადოება და ერთ-ერთი დამფუძნებელი ჩემი მეგობარი გია კორკუტაშვილი იყო, იყვნენ უცნობი მისი ძმები, ბიგინა გეგიძე და ძალიან დიდი საზოგადოება იყო ერთ სიტყვით რა. და 2011-ში 26 მაისს ერთ-ერთი მონაწილე ვარ იმ აქციის, სადაც ჩაგვაძაღლეს, ასაც ქვია, ჩაძაღლების ოპერაცია იყო ეს ხალხის რამოდენიმე 1000 კაცი დაჭერილი იყო, რამოდენიმე 10,000 გამოდიოდა ამ იმაზე რა ქვია აქციებზე და კი იცით ყველამ რომ 26 მაისი როგორ დაამთავრეს და რა უკნეს ქართველებს. ადამიანები მოკლეს და კრიშაზე შეყარეს და გარდაცვლილი. ეჭქვეს ქონდა დაყენებული ამ დორბლიანი გიჟის ლეგიტიმაცია, სექსუალური მანიაკის ლეგიტიმაცია და უკვე აღარ არსებობდა და ეგ სხვათა შორის ბიზნესმენებმაც აღიარა რომ ეს იყო ჩემი მოსვლის მიზეზიო 26 მაისი 2011 წელს რამაც მე მაიძულა უკვე რომ კონკრეტულად პოლიტიკაში მოსულიყავიო და სააკაშვილი წინააღმდეგ დამეწყო და ნაცმოძრაობის წინააღმდეგ დამეწყო ბრძოლა. მაგრამ მე ეს ვერ დავინახე ვერაფერი 1 წლის მერე 2012 მაისს 2012 ოქტომბერს 12 წლის ოქტომბერში როცა ქართული ოცნების გამარჯვების მერე უკვე მოხდა ის რომ კოჰაბიტაცია გამოაცხადეს ამ სისხლისმე და ამ მანიაკ ნაცებთან, ამ კოლე ნაცებთან, ამ ადამიან და კაცების გამაუპატერობელ ნაცებთან და დღემდე ეს გრძელდება 14 წელი ეს კოჰაბიტაცია. მე ამას ხარ ვიგონებ ეს მე მგონი სახეზეა ყველაფერი, ხო? და სამწუხაროდ ერთი რამის აღნიშნა მინდა და ქართულ ოცნებაში იმდენი ნაციონალია უკვე შემძვრალი და მე მგონი ნაცმოძრაობაში შეთაშორის მე აღნიშნე რამოდენიმეჯერ ზოგადად ხო და მე მივმართე ხელისუფლებას ჩვენ ისთვის ვბრძოლობთ აი ჩვენ ისთვის უნდა ვიბრძოლოთ ანუ მაშინ გვიწევს ჩვენნაირ ადამიანებს ორ ფლანგზე ბრძოლა ნაციონალებთან და იმ შემფარავ რა ქვია ხელისუფლებასთან შეიფარა ნაციონალები ერთ-ერთი, რა ვიცი, ამდენი რეპრესია უნდა გავიხსენო, რეპრესიული მომენტი და ეს ეპიზოდი, ერთ-ერთი ეპიზოდი იყო, ქონდა რაღაცა ჩემს საშენებელ კორპუსთან დაკავშირებით 7-მდე ნაციონალი იყო შემოგდებული, იქ რაღაცები, ტექნიკა რაღაცები მომპარეს, მაგის მერე მოხდა ფიზიკური შეურაცხყოფა ჩემს და ბატონ ლექსენ შორის, ჩემთან ქონდა ბინა ნაყიდი, ლექსენ, ეგეთი წოდებული რეპერი იყო, დღესაც მაგარი ნაციონალი ვარ მწარე. და მე მოხდა ისეთი რამე რომ წამიყვანა კონსტიტუციური საფრთხეების დეპარტამენტო კუდმა წამიყვანა სამსახურში ანუ ამიყვანეს გზიდან და
წამიყვანეს სოსოთოფურიძესთან ქონდა შეხვედრა და მაღალ ჩინოსნებთან ზოგადად აინტერესებდა სხვა რამე. ანუ მე ვიცოდი თუ არა ნარკოტიკების თემა, რომელსაც ატრიალებდა კოდუა და თოფურიძე კონკრეტულად ვიღაცის მომღერლების და ვიღაცების ბოლმონძღის და ბოლმონდის საშუალებით. როგორ ატრიალებდა ამ თემას. კარგად. თქვენ რატომ უნდა გწოდნოდათ? იმიტომ რომ ლექსენსო ფიზიკურად გავუსწორდი, მაგათ ეჭვი აიღეს მაგაზე რა და სიამდვილეში რეალურად დავაყენეს საკითხი რომ ეს არ ვიცოდი არაფერი და დავაყენეს საკითხი რომ ეს არის კონკრეტულად საუბარი აქ იმაზე რომ მომპარეს და კამერით იყო ჩაწერილი, ჩემი საკუთარი კამერით იყო ჩაწერილი სპეციალური პატარა კამერით, ხო, სათვალთვალო კამერით, რომელიც არავინ არ იცოდა, ჩემი უსაფრთხოების ხელმძღვანელის გარდა, მშენებლობის და იმით იყო ნომრები აღბეჭდილი ყველაფერი და ფაქტი და ეს დაუდეს ჩიპი ყველაფერი რომ და გახარებული იყო მთელი კონსტიტუციის უსაფრთხოების დეპარტამენტი რომ მალადესო შენო სწორად მოიქეციო. ანუ თურმე მე გავიგე 2013-ში როგორც 2013-ში გავიგე რომ ლექსენი და ვიღაცეები როგორც მე მომიყვნენ ჩარეულიყო ამ ეგრეთ წოდებულ ჭყალებში ძვირფას საკითხებში. ცალკე თოფურიძის მხრიდან, მე ვიღაცეები კიდევ ცალკე კოდუას მხრიდან და ასე შემდეგ ამ ნარკო ბიზნესში რა. ეხლა ეს თვითონ ამტკიცონ, მაგრამ მე რა ქვია, ამაზე მქონდა გადაცემები რამოდენიმე ტელევიზიაში და ყველგან და გაზეთებში და ყველგან თქვი საცათქმელი იყო აბსოლუტურად. ბატონო რამაზ, მე მინდა ერთი რამ გითხრათ. აი რაც არის ის მოსახლეობა, რაც არის ის ადამიანებმა თქვენ რაც იცით, აი თუნდაც საიდუმლო რაღაც არის ისეთი, რომელიც არ გამომჟღავნებულა, არ გასულა საეთერო პროგრამებში და არ ყოფილა ამაზე საუბარი და აი ნაციონალების დანაშაულის სქემა თუ რაღაც ისეთი არსებობს, თუ რამე იცით, რომ მოსახლეობას მივაწოდოთ, რომ გაიგოს ამ მოსახლეობამ მართლა აი რაღაცას ადამიანი მალავს გულში, იმიტომ რომ რაღაც არსებობს. მე თქვენ ვიცით, რომ ძალიან ძლიერი ადამიანი ხარ და შიში სულ არ გაქვთ და გრძნობაც არ გაქვთ. ჩვენ მიუხედავად იმისა, ჩვენ მეგობრობთ ბატონო რამაზ და რავი თუ რამე იცით ისეთი, რომ მოსახლეობას უთხრათ, რომ რა ვიცი, სწორად რო აღიქვან მე, რომ მართლა სინამდვილეში ამათი სახე რა იყო. ნუ ამათ სახე იყო ეს, ეხლა ეს ძალიან მარტივად მოყევი ეს 9 წლის განმავლობაში ეცაც, ეხლა 9 წუთი 8 წუთი გავიდა და ძალიან მარტივად ყვები ეხლა ფაქტიურად. მაგრამ შეხედე სად გადმოვედი მე. აი რატო გითხარი. დღევანდელი ხელისუფლებიდან გამომდინარე. აი დღევანდელი ხელისუფლება რას აკეთებს? და რა უნდა ხელისუფლებას ჩვენ მეწეხან ავღნიშნეთ. ეხლა საქართველოს ყველა ხელისუფალს ვეთქვი მე. ესაა საქართველოს ქართველი ხალხი ვარ და ჩვენი დაჩოქება, ჩვენი რტყმევით, ჩვენი ცემით არაფერი არ გამოუვათ. აბა და ვერც რეჟიმი ჩამოყალიბდება, იმიტომ დასრულდებიან მალე. ჩვენ და რეჟიმი არ შეიძლება. ჩვენ ამაგი ხალხი ვართ ქართველები და არ შევეგუებით ამას. თქვენ რას ეტყვით მოსახლეობას და რას ეტყვი ამ დღევანდელ ხელისუფლებას? ამ ნაციონალებთან მოსახლეობას ვეტყვი და ხელისუფლებასაც ვეტყვი რომ ვინც ჯერ ხელისუფლებას ვეტყვი რომ დაანებით ამ ნაცებთან კოჰაბიტაციას თავი, ამ ნაცებთან ძმაკაცობას თავი პირდაპირ გეუბნებით 14 წელიწადი უკვე ამოვიდა ყელში ამდენი ისა. მოსახლეობას ეცით პატივი მოსახლეობას, ვისაც ნაცები არ უყვარს პირველ რიგში და ვერ იტანენ ორგანულად ამ გათახსირებულ სექტას და ამ კანტორას და კასტას, რა ვიცი, რა სახელი დავარქვა არ ვიცი. და კონკრეტულად კიდევ იმათ ვეტყვი რომ თვითონ ვინც არიან ქართული ოცნების მომხრეები, აი მოსახლეობას ვთხოვ, რომ კონკრეტულად იქნება მოუწოდონ თავიანთ არჩეულ მთავრობას, რომ იგივე მოხდეს, რომ დაანებონ თავი, ანალოგიად როგორც მე მოუწოდებ, დაანებონ თავი და გაეშვან ამ ყველაფერს რა, რომ მოგცენ ნორმალური საშუალება და მოგცენ ნორმალური საშუალება, თუნდაც იმიტომ რომ არ გააგრძელონ მათი ნარატივი, ნაცების ნარატივი. თუ რამე ქონდა ნაცებს რაღაცა გაკეთებული, მაგრამ ბუტაფორიული, იმას ნუ გააგრძელებენ და თუ რამე დარჩა ისეთი ნიუანსები, რამე ქონდა კაი გაკეთებული, მოდი ის გააგრძელება, იმას არ აგრძელებენ. აი მაგალითს აღვნიშნე, მაგალითს. შემოვლითი გზა ნაცებმა გააკეთეს, რომელიც დაჯდა $300 მილიონი. ჯერ კიდევ თავის დროზე $300 მილიონი დღეს ალბათ 1.5 მილიარდზე მეტი არის. მაშინდელი 300 მილიონი. ესე შეიძლება მილიარდიც არის დოლარიც. და ამათ 14 წლის განმავლობაში ეს შემოვლითი გზა არ გაალამაზეს, გამიგეთ, არ გახსნეს. ანუ რა მოხდა ნახეთ, ორი ვარიანტი არის. იურიდიული კუთხით რო შევხედოთ რა. თუ შენ ამ გზას არ იმაშები, არ აკეთებ და იძახინო ნაცებისა, მაშინ დაიჭირეს კონკრეტულ შემოქმედები, ვინც არასწორად გააკეთეს ეს გზა და თუ რამე ხარვეზი აქვს, უნდა აღმოფხრა. და უნდა აჩვენო ხალხს, რომ რატო არ ხსნი ამ გზას, რომელიც დაჯდა $300 მილიონი
დღეს ალბათ ხო გეუბნებით მილიარდამდეა არა გამორიცხული ფასი. და განსაკუთრებით ეს ჩვენი ზურგიდან ჩვენი მხრიდან ამოგებული სისხლიანი ფული არის, რითაც ეს გზა გააკეთეს, თქვა, ერთ-ერთი იმათაგანია. და თუ კონკრეტულად მეორე ვარიანტია, რომ შენ ინტერესი გაქვს, რომ შენ ნაცების გაკეთებულს არ აგრძელებ და ფეხებზე იყიდებ და რაღაცა ინტერესი გაქვს, რაღაცა უაზრო ინტერესი, მაშინ შეხარ დასაჯელი. და ნაცები იქ აკავს კიდე შენ და ნაცებთან ზმაკაცობ შენ და ნაცებთან მეგობრობ, ხო. ანალოგიურად, რა ვიცი, აი ძალიან ბევრია ესეთი ნიუანსები სათქმელი, მაგრამ მინდა რომ მოუწოდო ხალხს გამოფხიზლებისკენ და ეს ორმაგი სტანდარტი კიდევ კაი რომ არ ვიცი ხა ხელისუფლება ზოგადად აზრზე მოვიდა რომ მიხვდნენ ამ ევროკავშირის და ამ ნატოს და ამ კატოს თაღლითობებს და მაიმუნობებს და აღარ იცავენ იმათ, იმიტომ რომ ორმაგი სტანდარტი რომ გააჩნიათ ამ გათახსირებულ ლიბერასტებს, ანუ ამ ესენის მიხვდნენ თუ არა, მაგრამ ესენი დაკლები ლიბერასტები არ არიან, იმათსავით რა, პირდაპირ გეუბნებით, მაგრამ ამათ ალბათ ჭირდებათ ახლა ეს მომენტი, იმიტომ რომ 2025 წლამდე პირდაპირ ვიძახი რომ ესენი კბილებით იცავდნენ ევროკავშირს, კბილებით იცავდნენ ნატოს, გაეროს და ყველას აი ამ საშინელებებს. შემოიტანეს კანონი, პირდაპირ გეუბნებით, აგენტების შესახებ კანონი. რეესტრი არ გააკეთეს. აბა რა თუნდაც ეს ვერ გავიგე, ამდენი პარლამენტი რო გადააწვევინეს და ეს უბედურებები რო ჩაატარებინეს და ამდენი იმას რა ქვია, პოლიციელი რო დააწვევინეს ამ მოლოტოვის კოქტეილები და ხალხი რო დაასაკიჩრებინეს და მთელი რუსთავი რო გადაწვეს და ამდენი მანქანები და ესენი რო ამოატრიალეს. ეს ყველაფერი იმას მოყვა. ამას შედეგი არ მიიღე. და შეწირეს უბრალო ხალხი და ციხეებში გაუშვეს ბავშვები ახლა მოდი. ხო, ბავშვები. სხვადასხვა იმ ხალხიდან შეიძლება არის რამოდენიმე ადამიანი და რამოდენიმე ნათელი, მაგრამ ბევრი ბავშვი იქ არ არის. იქ შეგნებულად გააკეთეს კიდევ რაღაცეები, მაგრამ ორგანიზატორები გარეთ ფარფაშობ. ხო, აი ორგანიზატორები, იმათ ორგანიზატორებიც იქ უნდა იყოს. გაწირეს ბავშვები. ყველა კი ბატონო, ორგანიზატორებიც იქ უნდა იყოს, კი ბატონო, მაგრამ ერთ რამეს უსურვებ ყველას, რომ რა ვიცი, მშვიდობა და მისყოფილი იყოს ბატონო კახა ყველგან აბსოლუტურად. მაგრამ მინდა რომ ეს შემოგდებული თაროებზე, შემოგდებული რამოდენიმე 10,000 საქმე პროკურატურაში თუ სხვადასხვა ორგანოებში, რომელიც არის პოლიტრეპრესირებულებზე, პოლიტპატიმრებზე და პოლიტდევნილებზე, ხო? აბსოლუტურად და გინ ნებისმიერი, რომ ის არ შეიტანა განცხადებები, ყველა საქმეები, ან სერიოზული საქმეები გამოავლინოთ ბატონო და მაგის მიხედვით დასაჯო ნაციონალური მოძრაობა მიშა თამადობი და ყველა ეს სტრუქტურის წარმომადგენელი მინიმუმ 3,000 კაცია დასაჯელი, მინიმუმ. რა 3 და რა 30? მინიმუმ 3,000 კაცია დასაჯელი, ვინც მიშას რეჟიმს ემსახურებოდა პირნათლად. მუშაობდა იმ დროს, რიგითად კი არა. პირნათლად ემსახურებოდა ბჭყალებში, რომლებიც კი, კაცო, რომელიც აწამებდა, ართმევდა და რა ვიცი, აი მაპატია და ისე ცუდი შედარება გავაკეთო. ისეთ რამეს აკეთებდა ეშმაკი პირჯოს იჭერდა მაგას აქციელებზე. ბატონო რამას, თქვენ გემახსოვრებათ, კი არა, გეცოდინებათ სამეგრელოს რეგიონში. სადაც პადუალში თუ ჩასასვლელში სარდაფში რო ჰქონდათ მოწყობილი და აუპატიურებდნენ. კი ბატონო. დაჭერილ ადამიანებს გადააკრავდნენ და რას არ უკეთებდნენ იმ ადამიანებს და კასტილა ერქვა, მე მგონი ვიღაც ასრულებდა ამას, ხო? კი ბატონო, კასტილა იყო, ხო? ხო, რაღაც ხეიბარი ტიპი. უბედური ვიღაცა, შავდღიანი ადამიანი და ის, ნახევარი სამეგრელო აწიოკა ახალაიების ჯგუფმა, იქ რა თქმა უნდა, ახალაიები აკონტროლებდნენ ამ სამეგრელოს რეგიონს მაშინ და ამათი ის იყო ეს ნარატივი, რომ ის უნდა დაეშინებიათ მოსახლეობა. მაგრამ სამეგრელოს რეგიონიდან ახლა შეხედეს სადმე მდივარ მე. კი ბატონო, დღეს ქართული ოცნება არის და ჩვენთვის სულერთია ვინ იქნება, რომელი ხელისუფალი იქნება, მთავარია მშვიდობა იყოს და ადამიანებს ქუჩაში არ ხრეტდნენ, ხო? მაგრამ სამეგრელოს რეგიონში რაც ნაციონალურმა მოძრაობამ, ახალაიების გუნდმა, მთლიანად საგვარეულომ და კოდუების გუნდმა ჩაიდინეს, დღეს კიდევ სამეგრელოს რეგიონში სხვათა შორის ბევრი ნაციონალიც კი არის. არა, რას ქვია ბევრი? და რაღაცა 70-80%-ამდე ავიდა. მოდი შევახსენოთ ხალხს, სამეგრელოს რეგიონის რამოდენიმე რაიონი ნაციონალურად მოიგეს. ხო, რამოდენიმე რეგიონი ნაციონალურად მოიგეს და ამათ ისე გააკეთეს, რომ ვითომ არ მოიგეს, მაგრამ 45%-ს რო აიღებს რამე განსხვავება არის? არანაირი განსხვავება არა, ანუ 45%-ს რო აიღებს, ესე იგი თუნდაც იმის მერე რომ ზეწოლას გაუკეთებ ნაციონალებს, ვითომ ზეწოლას. ანუ იმის მერე გეუბნებით რაღაცა, ბევრად 50%-ზე მეტი აიღეს. მარტო სამეგრელოს რეგიონი არის, ყველაზე დიდი რეგიონია საქართველოში. თბილისის რა ქვია, ვაკე-საბურთალო ნაციონალურად მოიგეს. პირდაპირ გეუბნებით, წააგეს ამა თბილისში. კი, წააგეს. ეხლა ეს ხო ფაქტებია, ეხლა ეს ხო არ არის რაღაც მოგონელი, ხო? და თუნდაც ის მოგება არ არის, 40-45% ნაციონალები აიღებენ დღეს. ეს მოგება არ არის.
თან არ დაგავიწყდეს და ლიდერები ციხეში იყო მაშინ. კი ბატონო. ყველა ლიდერი. ეხლა თუ იმე მეტყვის, აი ნაცმოძრაობას მაგდენი არაუღია, ეხლა ის ღაპრების მოყოლა. კი, მაგრამ ნაცმოძრაობის რა ქვია, ანასხლეთი პარტიები 9-10 აიღებს ერთად თუ მარტო ნაცმოძრაობა, რა მნიშვნელობა აქვს იმ 9-10-მა ხო აიღო ერთად. ანუ იგივე აზრზე ხო არიან? სახელია მარტო შეცვლილი, თო იგივე აზრზე ხო არიან? ბატონო რამაზ, მე თქვენი ის რო გამოვიტანე მთლიანობაში შინაარსობრივად აზრი, თქვენ ამბობთ, რომ ქართულ ოცნებას არ შეუძლია ნაციონალების გარეშე საცოცხლო. არა, მაშინ მაგას ვიტყვი რატო არ შეუძლია. მაგას ჩვენ კონსერვატიულად მოაზროვნე ხალხი, ზოგადად კონსერვატიული პარტია იძახდა, ალტიფო იძახდა, სხვათა შორის თქვენ ტელევიზიაზე, ბევრი ტელევიზიები იძახდა, რომ ჩვენ ესენი ნაცმოძრაობას აფინანსებს ივანიშვილი და ქართული ოცნება. მათ ანასხლეტებს აფინანსებს, ამ რუსთაველის იმებს აფინანსებს წლების 2020-ის მერე თუ 19-ის მერე. აი იმის რა ქვია 2019-დან პირველი შეტაკება რო დაიწყო იმაში პარლამენტში, თითქმის 7 წელია, ანუ კორონამდე, თქვათ, ეპიდემიამდე. და აფინანსებს და ამაზე მერე გვანძღავდა ჩვენ ქართული ოცნება, მაგას როგორ კადრობთ, როგორ იძახითო. გამოდის აგერ შაშან ბატონი პრემიერი ირაკლი კობახიძე და თვითონ იძახის, რომ ჩვენ ვაფინანსებთ ნაცმოძრაობას, ვაფინანსებთ მათ ტელევიზიებს. ეს ხო ჩემი მოგონილი არა, ეს თვითონ იძახის. ანუ ესე იგი რო აფინანსებენ, რასაც ჩვენ ვიძახთ, იგივეს იძახიან ესენი და ნახეთ როგორ ხდება არჩევნების წინ. მიდის დუღილის ტემპერატურა იმატებს, დაიწყება გამოსვლები ნაცმოძრაობად, მათი ანასხლეტების 9 პარტიის და ვიღაცების, ლიბერალისტების და მე ზუსტად არჩევნების წინ მე ეძახენ, აუ არიქა, აბა ესენი გინდათ, აბა ჩვენ არ გინდივართ და მაშინ ანალოგიურად ხდება ესეთი რამე. თან იძახიან, აი არჩევნებამდე ესე უზავთ, ისე უზავთ, ამათ ყველას დავიჭერთ, მე არჩევნებმა 10 ყველას დავიჭერთ და ჩამთავრდება არჩევნები და მე არავის არ ეუბნებიან. მე დაიწყება ახალი არჩევნები ანალოგიურად შემდეგი წრე ისე მატარებელი ტრიალებს ისევე ზუსტად და ანალოგიური თემა იწყება ანალოგიურად და აი ესე 14 წელია აი ამ მდგომარეობაში ვართ რა და ბოლო 7 წელია 2019-ის მერე აი ამ მდგომარეობაში ვართ. ანუ 2020, 2021, 22, 24 და 25, 26-ის აი ბოლო 6 არჩევნები აი ესე ვართ რა. ბატონო რამაზ, მე კიდევ ერთი კითხვა მინდა დაგისვათ. ანუ ეს კითხვაში მომდინარეობს თუ არა ეს კითხვა არა. ანუ შეიძლება რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ეს რაც დღეს ჩამოაყალიბეს გაერთიანება, სერიოზული პრობლემა შეუქმნას ქართულ ოცნებას მომავალში? შეიძლება შეუქმნას პრობლემა, იმიტომ რომ უკვე ნახეთ როგორ აი ისე ვიანგარიშოთ რა. არა, მე ბოდიში ეს რატო დაგისვე კითხვა იცი? წეხან ვახსენეთ რომ ლიდერები იყო გამოკეტილი ციხეში. და თბილისში მოიგო თითქმის ნაციონალურმა მოძრაობამ არჩევნები. და რაიონებშიც ბევრიო და ანუ ამათი გაერთიანება სერიოზულ პრობლემას მოუტანს მაშინ ქართულ ოცნებას. კი ბატონო. მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი, მაგას ვამატებ ზუსტად რა. ნახეთ 2012-ის მერე რეალურად მართლა ნაცების წინააღმდეგ მებრძოლი გუნდი იყო ქართული ოცნებიდან, რომელიც ყველა წელს უკვე მცირდებოდა, 2016-დან პრაქტიკულად უკვე განახევრებული იყო და 2020-დან კიდე იმის ნახევარი დარჩა და 24-დან ფაქტიურად 5% აღარა დარჩენილი, 3% იმ გუნდიდან კი არა, ზოგადად ესეთი აზროვნების იმიდან, რა ქვია, ესეთი მოაზროვნე ადამიანებისგან მთავრობაში მაქვს ლაპარაკი და პარლამენტში. ეხლა რომ დავთვალოთ პარლამენტის მთავრობაში 2020-ში ვინც მოვიდა და 24-შიც. ანუ ბოლო 5 წლის განმავლობაში, 6 წლის განმავლობაში სადღაცა 30-დან 50%-მდე ზუსტად შეიძლება 40% საშუალოდ სულ ყოფილი ნაცები არის. სულ ყოფილი ნაცები არიან, აი სახელდაგვარებთ ჩვენ არ გვეყოფათ რომ სადღაცა 1 საათი. მაგით საჭიროა ეს სახელდაგვარების თუ დავასახელოთ. სახელდაგვარებით თუ დავასახელოთ, ეხლა რა ვიცი, მცხეთის მერი, მაგალითად პარლამენტარი მიქანაძე, მე რა ვიცი, თვითონ ესენი რა ქვია, მათიკაშვილი პარლამენტარი, ამდენი ხანია. ეს ვინ იყო? პირდაპირ ვეთქვი, მიშას მამამისმა სახლი აუშენა, თამადა იყო და ნუ ყვარელში და მასპინძლები იყო ოფიციალურად. რამდენი მათიკაშვილები მინდა დავასახელო. რამდენი მათიკაშვილი და ეხლა კიდე რა უნდა გითხრათ, იცი რომ კობახიძე რო ეძახის და პაპუაშვილი სხვას აგენტებს. გამოვიდა საგარეო საქმეთა მინისტრი იმის გერმანიის და როგორ 21 წელია ჩვენთან თანამშრომლობდაო და ჩვენგან გერმანულ ფულს იღებდაო ჩვეულებრივათო ბატონი პაპუაშვილი. და კობახიძე კიდევ 2010-დან 2012 წლამდე ოფიციალურად სოროსის ფონდის წარმომადგენელი იყო, მთავარი კოორდინატორი იყო.
აგენტს რატო ეძახიან სხვას მაინტერესებს? თვითონ თუ შენ აგენტი ხარ, ზოგადი გაგებით გეუნები, მაშინ რატო ეძახი სხვას აგენტს? ეგ ვერ გავიგე. და აქედან გამომდინარე კიდე მსგავსი ეგეთები, რამდენიც გინდათ, აი ფიზიკურად, რომლებიც ერთად იყვნენ და რა ვიცი, ანალოგიურად თალაკვაძე ავიღოთ ყოფილი პარლამენტარი, ხო? რომელიც იყო სანდრა ლულუსის ფონდის წარმომადგენელი. ერთი საინტერესოა, ნაცები არ იყვნენ ესენი? თუ სოროსის ფონდი ნაკლები ნაცები იყვნენ, თუ რა ქვია, არ იყვნენ იმის ფარველობის ქვეშ, რა ქვია, ბოკერიას ფარველობის ქვეშ. აი კითხვის ნიშნები იმიტომ რჩება, ბოკერიას ატო არ იჭერენ. ხო, ბოკერიას არ არის 18 მილიონი აქ ერთ ეპიზოდში წაღებული, როცა რა ქვია, უშუალო საბჭოს დივანი იყო. მაშინ აქვს 18 მილიონი მოტეხილი. მაგის დამტკიცებულია. რატო არ იჭერენ? ანუ ვიღაცას უეჭერენ ვაშლის გათლაზე და რაღაც გაფრებზე, დანის რაღაც გადაგდებაზე, ეგესა და პალტოებზე? ხო, ეხლა ექსის სულელია. ახლა პალტოს ხარისხზე საუბრობენ, თუ ახლა როგორც ვიშაყავთ დაჭერილი ახლა პიჯაკებზე, ექსის სულელია და ამას რა ვიცი, მე არ მიჯერავ. რაც არის რეალური, წეღანს მიმართა და ახლას მიმართავ. ის რამოდენიმე 10,000 საქმე ჩამოიღონ თაროები და მტვერი გადაწმინონ, გადახედონ კარგად. მაქსიმალურად გამოიძიონ და მინიმუმ 3,000 კაცი იქნება დასაჭერი იმ ზონდერები და იმ საქმის შემსრულებლები, ვინც იყვნენ ადამიანის კვლელობაში, ტაცებაში, დაყაჩაღობაში და სექსუალურ მანიაკალურ დანაშაულებში მხილებულები. აი სულ ყველა არიან ეგრე და მინიმუმ 3,000 კაცია საუბარი. ბატონო რამას, ჩვენ წეხან კულისებს მიღმავ, საუბრობდით რაღაც მოსამართლე, რაღაც გვარზე. და რას გაძლევს ეს სახელი, ანუ რა არის ამ სახელთან დაკავშირებული? ესეთი მოსამართლე იყო ბესარიონ გვარი და მავიწყდა უცებ ზეგან ეს იმოსკენი ალავიძე, ბესარიონ ალავიძე, რომელიც იყო ჩემი ნაციონალობის დროს ეს იყო 2012-მდე, არა 15-ში იყო, არა ამათანაც იყო კაცო და ეხლა აგინებს ამ მთავრობას. ესე იგი აქედან ესე იგი ვადა რომ გაოვიდა და წავიდა უზენაეს სასამართლოში სამოქალაქო საქმის წარმომადგენელი იყო, მოსამართლე იყო, ეგ და ქათამაძე. და მესამე მოსამართლე აღარ მახსოვს, ჩემი საქმის იყვნენ, ესე იგი ესეთი კანონი ქონდა მიშას მიღებული, რომ ქონებასო წაართმევდნენ და თუ ადამიანი მოიგებდა, ზოგადად ამ წართმეული ქონების მიხედვით ადამიანს, ესე იგი უკან იმ ქონებას არ უბრუნებდნენ. უნდა გასულიყო აუქციონზე. გაყიდული იყო და მე თუ დაიბრუნებდა იმ აუქციონზე, ვინც იყიდა, იმას შერჩებოდა ხახვივით რა. ვარდა შენ ქონება ამათ რომ მოვიდნენ, ას კანონი კი არ შეცვალეს. ამათაც იგივე გააგრძელეს. ანუ ჩემი წართმეული ქონება, რომელიც იყო მინიმუმ 9 მილიონი დოლარის, ეს კომერციული ფაქტი. ნაციონალურმა წარმართვაზე ოცნება მომყიდა აუქციონზე. ანუ ახსულებით მომყიდეს, გამიგე და შეეძლო სასამართლოს რომ ეთქვა რომ ნატურით გადაეცეს ეს ქონება უკან პიროვნებას, მაგრამ გამოიყენეს ის კანონი. მიშადროინდელი კანონი, რომელიც ამათ აღაზევეს ესევე, გაიხიდეს ეს კანონი ისევე დატოვეს ძალაში და მომყიდეს ეს ქონება მევახშეების აღებული ფულის საშუალებით 350,000 დოლარად. წარმოიდგინე მე გავყიდე დანარჩენი სხვა ქონებები, ეს ქონება დამიდდა და ერთ სიტყვით მაგარ წამებაში და მაგარ პრობლემებში იყავი. მე გეუბნებით ახლახან შარშანდელ ამბავს გეუბნებით, შარშანტინდელ ამბავს და შარშანდელ ამბავს. აი ეს არის ეს ბესარიონ ალავიძე, დღესდღეობით ეს ქათამაძე არიან ასევე იმ ვალერი ცერცვაძის შნირები, იმ წეღან რაც ვახსენე, ადეიშვილების იმ შნირები და ბევრი მოსამართლეები კიდევ კარგად ვიცის გახმაურების საქმეებზე, რომლებიც პრივატულ მდგომარეობაში ყავდა და ყავს იმას ქართულ ოცნებას. ბატონი ბიძინეევიჩი დავალები სამწუხაროდ. ეხლა კიდე გეუბნებით, ეხლა თუ ვინმე ვერ ხვდება ესენი რატო ყავს ისევ ამ მთავრობას, მაშინ ძალიან სერიოზული პრობლემა ქონია ესეთ ადამიანებს. მაშინ თუ ვინმე ვერ ხვდება, მაშინ მიაგიხსნით. იმიტომ რომ ხვდება, იმაზე არის ფაქტები და ამ ფაქტების მიხედვით ამუშავებენ ამ მოსამართლეებს. იქამდე, სანამდე ჭირდებათ რა. იმიტომ რომ იმ ფაქტების მიხედვით ეჩინიათ ფაქტების გამოჩენის, რაც ნაცმოძრაობის დროს ჩაიდინეს ამ მოსამართლეები და ესენი თავიანთ დავალებს ასრულებდნენ ამათ. ბატონო რამას ჩვენ გადაცემის დასასრულს მიუახლოვდით და მართლა სამწუხაროა ჩვენ რასაც ვსაუბრობთ, არ უნდა ვსაუბრობდეთ ამაზე და ვიღაცა კეთილი საქმეები აკეთოს და იმაზე უნდა ვსაუბრობდეთ და იმაზე უნდა გადავქონდეს მთლიანად აქცენტი, მაგრამ რომ ჩაიდინეს ახლა და ამას ვერ გავეკცევით. ფაქტია, ფაქტი. ხოცავდნენ ქუჩაში ხალხს, აწამებდნენ ხალხს, ციხეში მიდიოდა გდანის ციხეში ქონების გადაფორმება. მაგრამ უნდა შევეხო ხაზარაძის ადვოკატები და იურისტები იქ დადიოდნენ. მაგრამ უნდა შევეხო ერთი 2 წუთი მჭირდება რომ შევეხო ამ მთავრობაში რა კორუფცია ხდება და რა ის არის. პირდაპირ ჩემ თავზე გეუბნებით, თუ საჭირო გამოიძიეთ და აგერ სასამართლოში მაქვს შეტანილი სამოქალაქო საქმეზე ეხლა დღეს შემაქვს პროკურატურაში ბათუმის ყოფილი მერის
არჩილ ჩიქოვანის წინააღმდეგ სარჩელი. ანუ რაში მდგომარეობს ახლა ეს ყველაფერი? ჯერ არ შეგასწრებთ არჩილ ჩიქოვანი ვინ იყო? ეს არჩილ ჩიქოვანი იყო აჭარის სამხედრო პოლიციის უფროსი 2012 წლებში, რომელიც იყო ახალაიას და მეგის ხარდაუას მიერ დანიშნული. და ეხლა მერე ბოლოს აარჩევინა იმ საკრებულოს წევრებს თავი, ვისაც სცემდა და ყოველდღიურ რეჟიმში აწამებდა. ზუსტად 2021 წელს და 2022 წელს. ამ ჩიქოვანი. ეხლა რა მაქვს, რა შეხება მასთან? ჩემს პირად დაკვეთში, კვარიეთში მე ავიღე გაპი, ანუ სამშობლო უფლება და უნდა ავაშენო 10 სართულიანი კორპუსი. ეს ყველაფერი გაპი მომცეს ამ მერიის და მთავარი არქიტექტორის ბათუმის ხელმოწერით, რეგულაციები შევასრულე 14 თუ 16 რეგულაცია შესული ყველა სამინისტროებთან და საბოლოოდ მტკიცებულების ეტაპზე, ანუ ხელი არ მომიწერა პროექტის დამტკიცებას. მერმა ისე წავიდა ეხლა ეს მერიიდან, რომ ფაქტიურად არ ამიხსნეს მე კონკრეტულად არ ამიხსნეს არაფერს და შევიტანეს სასამართლოში, რომ ეს საბუთები არ გაუქმებულიყო სამწლიანი ვადა და ისინი ანუ უბრალოდ ერთთვიანი ვადა ქონდა პასუხის გაცემაზე. აი მეტი რა გაგინათ ეხლა ეს ჩიქოვანი იყო არის ნათელმირონი, ეს ზონდერი, ეს არაკაცი, ეს არის ნათელმირონი იმის რა ქვია რიჟვაძის. ანუ რო დაველაპარაკე მე ჩიქოვანის საშუალებით მინდოდა დავლაპარაკებოდი და ველაპარაკე იქ მაღალჩინოსებს ჩიქოვანმა ხელი გაიშურა რიჟვაძესკენ. რიჟვაძემ უთხრა მერაშუაში ვიო, იქიდან რიჟვაძეს ველაპარაკდნენ, რიჟვაძე მერაშუაში ვიო, ქალაქს მე ჩიქოვანია დაგიწყვეტს. ანუ ერთმანეთს აბრალები, რას ქვია წყვეტს. როგორ შეიძლება რიჟვაძეს გარეშე ჩიქოვანს გადაეწყვიტა და ჩიქოვანის გარეშე მთავარ არქიტექტორს გადაეწყვიტა რამე რა. ეგ ხო არის ზღაპრებია. ერთ სიტყვით მზად იყოს პროკურატურა შემოვიდა ამ დღეებში სარჩელს საჩივარს უბრალოდ ჩიქოვანის წინააღმდეგ, არჩილ ჩიქოვანის წინააღმდეგ, სადაც ეხება პიტერ მუხლი თანამდებობის ბოროტად გამოყენება, რომელიც არის უმძიმესი მუხლი, რომელიც 6-დან 9 წლიდან ზემოთ ითვალისწინებს, არის მძიმე დანაშაული და პლუს იმის გარდა სამოქალაქო საქმე, რომელიც სადაც ვითხოვ ჩემი ზარალის ანაზღაურებას, პროექტის მტკიცებულებას და განსაკუთრებულ თანხას რომელიც ძალიან დიდი თანხაზეა ლაპარაკი, ჩემი ბიზნესთვის ხელი შეცდა და მათი მოგებიდან გამომდინარე, იქ მთელი რიგი ჩამონათვალიერი. აქედან გამომდინარე, იქ შესული არის 20%, რაც და ორჯერ, ანუ DGG და საჩემოსავლო რაღაცები, რაც სახელმწიფოში შესული იყო წლების განმავლობაში და რამოდენიმე 100,000 ლარზე არის ლაპარაკი, თითქოს მილიონ ლარამდე, რაც ამ წლების განმავლობაში შემეტანა მე სახელმწიფოში. აი ეხლა ეს ამაზე მეტი დანაშაული რა არის? რაც მე დამაკლეს, რაც სახელმწიფოს დააკლეს, და რაც კონკრეტულად მაღალი თანამდებობიდან ბოროტად გამოყენებისთვის უნდა დაისაჯოს ამ მუხლით ეს პიროვნება. ეს მე მგონი მოისმენს ის პროკურორების და ის ანუ ეს ხდება ამ მთავრობაში. ხო, მოისმენს და მე მგონი რავი სწორ არჩევანს. რომელიც წლები აქვს ზედ. ობიექტურად იფიქრებენ ამ თემაზე. თუ არ იქნება ობიექტურად, მაშინ ხო, მე ბრძოლა მოგიწევს რა თქმა უნდა და უნდა იბრძოლოთ. კი ბატონო. ეხლა მე რისი თქვა მინდა ბატონო რამას. მე ჯერ დაშვებასაც არ გულისხმობ და ეს დაშვებაშიც კი არ მომა, მაგრამ მოსახლეობამ რო იცოდეს. დაუშვა და მოვიდა ნაციონალური მოძრაობა. რა ელოდება ქართველ ხალხს? რო აუხსნათ და მიხვდეს ხალხი რომ რა იქნება ნაციონალური მოძრაობის მოსვლის შემდეგი ეტაპი და შეიძლება 20 წლიან რეჟიმზე შეიძლება გადაიზარდოს. მე ესე ვფიქრობ და თქვენ როგორ ფიქრობთ და რას ეთქვით? დაუშვა და მოვიდა ნაცმოძრაობა. ეს უბრალოდ დაშვება გავაკეთოთ. კი ბატონო, რა ელოდება ქართველ ხალხს და ელოდება ქართველ ხალხს ისეთი რეპრესიები, რომელიც თბილისისბრად როგორ ვთქვა, მოელანდება თუ თბილისისბრად დაუმთავრდება, რაც იყო ადრე. ანუ ჯერ ნაციონალები რებს აკეთებდნენ, ეხლა გამწარებული ნაციონალი კიდევ უფრო გამწარებული რას იზავს? აჯერმეს იზავს და ეს ნეონაცისტები, რომელიც არიან ფაშიზმის წარმომადგენლები ზოგადად და 80 წლის მერე ფაშიზმი გააცოცხლეს, ესენი იზავენ ისეთ საშინელებას, რომ არ ვიცი. აქედან გამომდინარე, ზუსტად ამ შიშის მომენტში ქართულ ოცნებას იმიტომ ყავს ესე რომ ესენი გინდათ, ამ ჩვენ არ გინდევართ, ზუსტად სულ ცოცხალი უნდა ყავდეს, სულ უნდა აფინანსებდეს ამ ტელევიზიას, ამ პიროვნებებს, ამ ანასხლეტებს, ათივე პარტიას და სულ აქციებში უნდა ქონდეთ, გამიგეთ საქმე. ანუ ცოცხალ ორგანიზმად, რასაც 14 წელი ემსახურებიან, კი ბატონო. მაგრამ ხალხი უნდა დაფიქრდეს და არჩევნების გზით ყველა ვარიანტში უნდა მიხვდნენ, რომ ნაცებს თავის გზა ქონდეთ, ქართულ ოცნებას თავის გზა ქონდეთ, კონსერვატორებს თავის გზა ქონდეთ, სხვა პარტიას თავის გზა ქონდეთ, ყველას უნდა იყოს თავის გზა. ვინც არის დასაჯელი, დაისაჯონ, ვინც არის საჭირო წარმოსაჩენი პარლამენტში იქნება, თუ საკრებულოებში, მერიებში იქნება, თუ ქართველი ხალხის მსახური იქნება, ის ხალხი უნდა მოვიდეს. ანუ საუბარი იმაზე, რომ ის მთავრობა უნდა იყოს ქართველი ხალხის დამკვეთი, ქართველი ხალხის დაკვეთას უნდა ასრულებდეს და არა
ხალხი არ უნდა ასრულებდეს მთავრობის დაკვეთას. რა თქმა უნდა. ეს არის დაუწერელი კანონი და ეს არის დაქირებული ყავს მთავრობა და უნდა აკეთოს. მაგრამ მე ვერ ვზნობ, რომ ბოლო 23 წლის განმავლობაში ჩვენ ხარ მთავრობა დაქირებული. ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იბრძენი, ვერ წელი, ვერც ახლა. ბატონო რამას ამიტომ მინდა რომ მთავრობა მოიგოს გონს და ყველაფერი ისე იყოს, რაც ქართულ ხალხს ჭირდება, თორე ემიგრაცია კი არა. საერთოდ აღარ იახსებებს არაფერი, აი ხალხი გაიქცევა ემიგრაციაში, ეს 17 ქვეყანასთან, ვისაც ხელი აქვს მოწერილი სამწუხაროდ ბევრ გადაცემაში გიგვი ნათქვამი, რომელსაც ევროკავშირი და ამერიკას აქვს სავიზო რეჟიმი ამ ხალხთან, გაკეთებული ამ ქვეყნებთან, ანუ რისკის შემცველ ქვეყნებთან, რომელიც არის ტერორისტთა და იმას გაიგივებული ქვეყნების წარმომადგენლობა, ამათ აქვს პირდაპირ 17 ქვეყანასთან უვიზო რეჟიმი და აქედან გამომდინარე ეს რეჟიმი შეცვალეთ, ეს სავიზო რეჟიმი შეცვალეთ, გააკეთეთ სავიზო რეჟიმი შეცვალეთ, უვიზო რეჟიმი მოხსენით და დაანებეთ ამ რა ქვია სისხლის უпростоრად ჩვენი ისტორიული გენეტიკური მტრების და მიგრანტების შემოყვანას და ჩასახლებას საქართველოში, ნუ შეუწყოთ მათ ხელს და პირიქით ის ხალხი ჩამოიყვანეთ ემიგრაციიდან და გაანებეთ ამ ფასების გაძვირებას თავი იმის მაგერად თუ 10% გავაიაფებოდა 20% გაძვირდა ახალწლის მერე ყველაფერი და იმის მერე ეხლა ბენზინი გაძვირდა მაგალითად 10%-ით უკვე ზუსტად რამოდენიმე დღეში ბენზინი გაძვირდა. ეხლა იტყვიან რომ საწვავიო რაღაცა ომი არისო. სად არის ომი? ეხლა ირანული ბენზინი აქ არ შემოდის და არაბული ბენზინი აქ არ შემოდის და არაფერი არ შემოდის და ეხლა ეს ზღაპრები რომ სადაც ომი არაა, იქიდან ბენზინი გაძვირებული არ არის. იმიტომ რომ იმ ქვეყნებში თვითონ იმ ქვეყნებში ავტომატურად რუსეთში და აზერბაიჯანში საინად ბენზინი შემოდის ზოგადად ევროკავშირიდან, ხო? რაღაც გარკვეული ნაწილი. იმ ქვეყნებში ისე ბენზინი იგივე ფასია. პრაქტიკულად 10 და 20% არ მოუმატია. მე ვიტყვი ბატონო რამაზ, რომ ქართველი ხალხთან შუდი დამოკიდებულება ნიშნავს კრაზანების ბუდეს რო შეეხოს ადამიანს. კი ბატონო. და მე მოუწოდებ ყველა ხელისუფლებას რომ არ მოხდეს ამ ქართველი ხალხის შუდად შეხება. ჩვენ ვართ ქართველები და კიდევ მეორე ჩვენი დაჩოქება არ შეიძლება. ჩვენ ვართ რა ვიცი, ერეკლეს შთამომავლები, ჩვენ ვართ დიდი ხალხის შთამომავლები. აღმაშენებლის შთამომავლები. აღმაშენებლის კი ბატონო და თამარ მეფის შთამომავლები. ხო და ჩვენი წაქცევა და ჩვენი რა ვიცი განადგურება არ მოხდება და მადლობა ღმერთს რომ კიდევ არსებობს საქართველო და ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი საქართველოში და ღმერთმა გაგვამრავლოს კიდევ და ჩვენ მე დარწმუნებული ვარ ბატონო რამას ჩვენ ჩემთან ერთად მე თქვენთან ერთად ვიბრძოლებთ რომ ნაციონალური მოძრაობა არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში. ამით ჩვენ დავამთავრებთ ბატონო რამას ჩვენი გადაცემა ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის და საინტერესო თემების განხილვისთვის. ჩვენც დავამთავრებთ ამ გადაცემას და მომავალ ხუთშაბათამდე პატივისცემული ტელემაყურებლებო და ისევ და ისევ ვეთქვი იმ ადამიანებს სადაც ნაციონალური მოძრაობის გაერთიანებაში მონაწილეობას მიიღებენ არ მიიღოთ ხალხო იცოდე რომ ძალიან ცუდად დამთავრდება ყველაფერი. კარგად ბრძანდებოდეთ და მშვიდობიან დღეებს გისურვებთ.